აბა დავიწყეთ 26 წლის პირველი გადაცემა, პირველი დიდი გადაცემა, მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ ყველაფერს კიდევ ერთხელ, უკვე პოსტფაქტუმ, აგერ ორშაბათს დათესება იქნება, მაგასაც გილოცავთ და ჩვენ პირველ გადაცემაში 26 წლისა ყავს ლევან მახაშვილი, სტუმრად საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრი. მოგესალმებით ლევან. საღამოშიდობი, შალვა ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან საინტერესო თემაზე მინდა დავიწყო ლაპარაკი. მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო ტელემოყურებლებო, რეტროსპექტიული ხედვა გამოვიყენო და შეგახსენოთ ის შიში და დრწოლა ქართველებისა, რომელიც გვეუფლებოდა ვიღაცა რიგითი მაიმუნი ევროპარლამენტარის თუ ევროსტრუქტურის რიგითი წარმომადგენლის განცხადებებზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს. გახსოვთ ალბათ რეზოლუციას მიიღებდნენ და გული გვისკდებოდა ერთი დღით ადრე გამოაცხადებდა ნაცმედია ამ რეზოლუციას და იყო ბჭობა განხილვა. მოხდა ისე ღვთისმადლი და ჩვენი შემწეობით ქართული საზოგადოების და ქართული ოცნების, რომ ეს კოშმარი, ეს ფატამორგანა, ეს რაღაცა მირაჟი უჟასი შეიძლება ითქვას უკუპირების ენაზე გაქრა. ანუ რო დაუკვირდეთ ახლა მართლა ღრმად ფეხებზე კიდია რა სიტყვიან ჩვენზე ევროპარლამენტის წევრები თუ ფრაქციის წარმომადგენლები, კაია კალასი რა სიტყვის ჩვენზე და ასე შემდეგ რა. ბალტიისპირელებზე არაფერს არ ვამბობ. ანუ ჩვენ მართლა რაღაცნაირად აი თუნდაც ამ ასპექტში, ვერ სხვაშიც, მაგრამ სუვერენიტეტი ვიგრძენით. რატომ მოხდა ეს? აი როგორ მოხდა? მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ქართველებმა როგორც იქნა მივხვდით, რომ ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნეს და ჩვენთვის არ არის ეს რაც დღევანდელ ევროპაში რაც ხდება, მაგრამ შესაძლოა დამეთანხმეთ, რომ ეგეთი განცდა არსებობს. კი ბატონო. და რატომ მოხდა ეს? მოგესალმებით მოკლედ კიდევ ერთხელ და მიხარია რომ ამ წლის პირველ გადაცემაში ვარ თქვენთან, წარმატებულ სეზონს გისურვებთ ამ წელს. რაც შეეხება აი მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც თქვენ ახსენეთ, გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით, სერიოზული გარდატეხა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების ცნობიერებაში ალბათ, მოდი ასე დავარქვათ. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, შეიძლება ცოტა რთული თემა, მაგრამ მარტივი მიზეზი აქვს ამას. ნახეთ კრიტიკულ მომენტებში, სად იდგა ბრიუსელის წარმომადგენელი, სად იდგა ევროპარლამენტარი, რას ითხოვდა საქართველოსგან, მოსახლეობისგან, მთავრობისგან, აი ამ გამოცდილებამ, გასული 3-4 წლის გამოცდილებამ რეალურად დაგვანახა ჩვენი კეთილის მსურველები არიან ეს ადამიანები თუ არაკეთილის მსურველები. ამიტომ და რაც თავარია, შემდეგ ჩვენს ამ გამოცდილებაზე ვისწავლეთ. ხშირად გვახასიათებდა, რომ არ ვსწავლობთ ჩვენ შეცდომებზე, მაგრამ ვისწავლეთ, დავინახეთ, რომ კრიტიკულ მომენტში თუ შენ თვითონ, შენ თავზე არ იფიქრე, სხვა არავინ, როგორი ტკბილი სიტყვით არ უნდა მოვიდეს, როგორ არ უნდა მოგთაფლოს, რა არ უნდა მოგცეს, კრიტიკულ მომენტში არავინ შენზე არ იფიქრებს. და ყველა უყურებს საკუთარ ეროვნულ ინტერესს, რაც ნორმალურია. ყველა საკუთარ ეროვნულ ინტერესს უყურებს და თუ ეს ინტერესი ჯდება მათ ეს პროცესი ჯდება მათ ინტერესში, გაგწირავენ ბოლო ქართველამდე. ცოტა არ მინდოდა ესეთ უხეშ შეფასება, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ეს ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, უკრაინელებზე ვხედავთ ამას, რა ხდება უკრაინაში და იგივე ბედი გველოდა ჩვენს ამ ნაწილში. ამიტომ აქ მე მგონი ყველაფერი ნათელია, თავადვე დაუსვეს საკუთარ რეპუტაციას წერტილი. ამ პირველი კითხვიდან ლოგიკურად მეორე კითხვაც გამომდინარეობს, რომ არ მეჩვენება ბოლო 1-6 თვის განმავლობაში, მით უმეტეს როცა ტრამპი გრენლანდიას, ანუ იგივე ჩათვალე ევროპას უტევს და უტევს საშინელ მარწუხებში ყავს, იმიტომ რომ დღე არ გადის 3-4 განცხადება ერთმანეთზე უარესი არ გააკეთოს ტრამპმა მათთვის. ხა ბოლოს თქვა, რომ ვინც მის პოზიციას პირდაპირ ვიტყვი ექსპანსიონისტურ პოზიციას ხარს არ უჭერს გრენლანდიასთან დაკავშირებით, მას კიდევ დამატებით ტარიფებს დაუწესებო. ანუ გრენლანდიის ტარიფი იქნება რა. არა ხარ თანახმად თუნდაც სხვა ქვეყანას ბულგარეთს სიტყვაზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გრენლანდიასთან, რომ კითხავენ, როგორ დამოკიდებულება გაქვსო და რო იტყვის, რომ ეს ანექსია და შემდეგ, შეიძლება დამატებითი ტარიფი დაადოს. ჩვენ დაგვივიწყეს. არ ჩალიათ ჩვენთვის? ხო, იმდენად კონკრეტულად ამ კითხვას რო გავცეთ თქვენ ბოლო კითხვას, მაგრამ ცოტა ფართოდაც მინდა შევხედო ამ პროცესს. იმხელა მასშტაბის პროცესები მიმდინარეობს გლობალურად, რომ საქართველო ნამდვილად არ არის თავისი ყველა პროცესის ფაქტორის გათვალისწინებით აი ამ დიდ პოლიტიკაში. ზოგჯერ კარგიც არის, რომ აი დიდი პროცესების ნაწილი არ არის, იმიტომ რომ ვინც არის, კი ვხედავთ უკრაინა, ვენესუელა და რა ხდება საერთოდ ამ ქვეყნებში. ეს ერთი, მაგრამ მეორე, რაც აუცილებლად ვახსენოთ, დღეს რასაც ჩვენ ხედავთ არის, რომ ბოლო 1 წელია დაიწყო
ფუნდამენტური ცვლილება მსოფლიოში. მანამდე თუ იყო ერთპოლუსიანი სამყარო, ამერიკის სახით და აი ამ რაღაც ლიბერალურ ჰეგემონიას ასე თქვა ავრცელებდა დანარჩენ იმაში მსოფლიოში, ამან განიცადა სრული კრახი. ყოფილი მეგობრები მტრებად გადაიკიდეს, უსასრულო ომებში ჩაეფლნენ, არ ვიცი, ლიბიიდან დაწყებული, ავღანეთით დასრულებული და საბოლოო ჯამში რაც მოხდა იყო, რომ ამის პარალელურად ჩინეთი და რუსეთი, როგორც ჩინეთი უფრო მეტად რუსეთს შედარებით ნაკლებად, გახდნენ, გადაიქცნენ ზესახელმწიფოებად. ანუ სერიოზული კონკურენცია გაუჩნდა ამერიკას და დღეს ვართ უკვე მრავალპოლუსიან სამყაროში, დაახლოებით 2017 წლიდან. ვართ აი ამ სამყაროში და ანუ რეალურად ამერიკამ რაც გააკეთა იყო ის, რომ შევიდა გეოპოლიტიკურ კონკურენციაში. ეს რას ნიშნავდა? კონკრეტულ ნაბიჯებში აი ტრამპმა რაში დაიწყო გადათარგმნა. პირველი, უარი თქვა აი ამ ხელოვნურ იდეოლოგიებზე, აი ამ ეგრეთ წოდებული რადიკალურ მემარცხენეობაზე, რაც ამერიკელებს ვოუკიზმზე და ოღონდ ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ მათ შორის ევროპაში ეს პოლიტიკური ელიტები სწორედ ამ ფუნდამენტში არიან ამოზრდილებები და რა თქმა უნდა ამ ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებენ და იმიტომ მთელი ეს ძიძგილაობა და იქ არ მოგიწევდა, აქ არ მოგიწევდა, იმას არ მოგცემ, ამასა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთი დიდი მიმართულება, მეორე დასავლეთის დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლი, ასე ვთქვათ, და ეს ვენესუელაც, გრენლანდიაც, კოლუმბია, კუბა, მთელი ეს ამ პროცესების ნაწილია. მესამე ძალიან დიდი თემა ეს არის საერთაშორისო სამართალი, გაქრა, მორჩ, შემოდეს თაროზე. და სხვათა შორის საზოგადოებას შევახსენოთ აუცილებლად, რომ ევროპაში საერთაშორისო სამართლის რღვევა დაიწყო თავად დასავლეთმა, სერბეთის დაშლის და კოსოვოს აღიარებით. რომელმაც და სხვა შორის დანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც კოსოვო აღიარა და დღეს კი ხედავთ დანია რა. გრენლანდიის სახით ბუმერანგივით დაუბრუნდა. ხო, ეს კარმა თავისი ადგილი აქვს როგორც ჩანს საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ამიტომ ეს ძალიან ამ კოსოვოს აღიარებით პანდორას ყუთი გახსნეს ძალიან საქართველოსთვის ძალიან საშიში პროცესები. ძალიან შედეგი მივიღეთ. ხო და ანუ ფაქტობრივად თავად დაიწყეს, საერთოდ არავისკენ თითის გაშვერა არ არის საჭირო, თავად დაიწყეს დაშლა. ანუ და დღეს უკვე აღარ არის ეს საერთაშორისო სამართალიც და ეს საერთაშორისო სამართალი რა იყო, რომელიც რაც ბოჭავდა, მათ შორის დიდ ქვეყნებს, ხო? ნუ სიამდვილეში არც არასდროს ამბობდნენ ნუას მადარღვევაზე. მიზეზები, კაზუსბელი ჭირდებოდა მიზეზები. ხო, ამბობდნენ რომ რაღაცა შეიძლება საჭირო რაღაცა. შეფუთვასაც, ეხლა მაგასაც აღარ შეფუთვა არ არის. ტრამპი პირდაპირ იძახის, რომ მე მინდა ნავთობი, მე მინდა ეს კუნძული, მინდა და საერთაშორისო სამართალი მე არ მაინდა მე მაქვს ჩემი მორალი, მორჩა ერთი ეს არის, რაც ბოჭავს. ხო, ამიტომ ამ დიდ პრობლემურ ნაწილსაც ვაკვირდებით. მეოთხე რაც ჩვენთვის არის რელევანტური, ევროპისგან დისტანცირება, ანუ ესე ვთქვათ, ურთიერთგაციება ურთიერთობების ამერიკასა და ევროპას შორის. რეალურად სულ ამბობ ხოლმე, ამერიკის გარეშე ევროპა არის რაღაცა უთავო მხედარი, ვიტყვი, არაფერი მიზანი არ აქვს, რესურსი არ აქვს, შესაძლებლობა არ აქვს, რაღაცის გარშემო გაერთიანების უნარი არ აქვს და ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს პრინციპში დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებმა საბოლოო ჯამში მე მგონი ევროპა მაინც გაყვება, ასე ვთქვათ და გაამართლებს ამერიკის ქმედებას. მასშტაბსაც გააჩნია. კი ბატონო, თუმცა რომ დაითრიოს ხო ეს კუნძული, ხო გრენლანდია და ნუ დაუშვათ გასროლის გარეშე, ხო ჯარის გარეშე რომ დაითრიოს. ეს ნიშნავს მაინც ძალიან დიდ პრობლემას ევროკავშირისთვის და ნატოსთვის, ხო? ნატო აღარ არსებობს ჩათო. კი, იმიტომ რომ გეტყვით მეც რატომ მოყვებით ამ ლოგიკაში, იმიტომ რომ თავად ნატოშივე ჩვენს უშუალო სამეზობლოში არიან ქვეყნები, რომელთაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ კიდევ ღრმად ჩადებული ერთმანეთთან, ხო, ასე რომ ეს მარტივი ეს იქნება იმ პანდორას ყუთის გაგრძელება ამ პროცესის, ასე რომ და ნატოს ალბათ დასასრული ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში რა ფორმით. ნუ ჩვენთვის ალბათ აი ამ ეროვნული საფრთხეობის სტრატეგიის შემდეგ ამერიკის რაც გამოაქვეყნა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება ალბათ არა, ალბათ წეტილი აქვს დასმული, მორჩა ეგ თემა დამთავრებულია, ნამდვილად მე არ ვიქნები დიპლომატიური ამ ნაწილში, ალბათ ეს თემა უკვე უნდა დაივიწყოთ სამწუხაროდ, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს, სხვანაირი ხედვა ქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რეალობა არის სრულიად განსხვავებული. და რაც კიდევ მნიშვნელოვანი, აი ამ დისტანცირებით გაიზრდება ევროპაში შიდა დაპირისპირებები და ქიშპაობა, ასე ვთქვათ, და ამიტომ ევროპა ესე გაერთიანებული სახით ალბათ უახლოესი აწლეულები სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია დავიწყოთ. ჭრილობები შეიძლება გაიხსნას. ელზასი და ლოტარინგია რო გვახსოვს. ნუ ეხლა ზუსტად ეგ არ ვიცი როგორ იქნება ელზასი და ლოტარინგის საქმე, მაგრამ გდანსკი, დანცინგი და ასე შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის მიერ დადგენილი საზღვრები შეიძლება კიდევ ერთხელ
იუგოსლავიის შემდეგ ისეთ რაღაცებს უყურებთ, შალვა ბატონო, ისეთ რაღაცებს უყურებთ, ისეთ თავისუფალ ვარდნაში ვართ, მთელი მსოფლიო გულისხმობ რაღაც ჯუნგლები რომ და სადაც არანაირი წესი აღარ არსებობს, არის უბრალოდ ძალის პრიმატი, მე თუ შემიძლია რომ რაღაცა მოვითრიო, ასე ვთქვათ, შეიძლება არაფერი არ არის. აი, რატო მოხდა? იცით რატო? მე ეგ საინტერესო შეკითხვა მექნება ალბათ. მოხდა იმიტომ რომ რაც იყო, ისიც ფარისევლური იყო. ის არ იყო ნაღდი, ის იყო ჩაგვაზე, ადამიანების ჩაგვაზე, მოტყუებაზე, ლიბერალური წესრიგი, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სამართალი. ეგეც არ იყო ნაღდი, ეგეც მოგონილი იყო. უბრალოდ ადრე მოგონილი რადგან იყო მეტი შეფუთვა ჭირდებოდა და ამიტომ საბოლოოდ დაიქცა და დედაეტირა რა, ჩემი აზრით. ცოტა სხვა ფორმით ვიტყოდი მე რომ ეს ამ იდეოლოგიების გავრცელება, ამ ლიბერალის გავრცელება აბსოლუტურად უგულებელყოფდა ადგილობრივ სპეციფიკას. გლობალიზმი, ხო, რა თქმა უნდა, ადგილობრივად ისტორიულ გამოცდილებას, ადმინისტრაციულ კულტურას, ტრადიციებს ასე შემდგომ და ესე გადათეთრი საღებავის გადასმა ყველა კულტურაზე გამოიწვია წინააღმდეგობა, რომელიც დაგროვდა და მოვიდა აი ამ აფეთქებამდე ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი კომპონენტი, თქვენ ნებართვით ამასაც დავასრულებ ამით, ეს არის ამერიკის ცდილობა რომ გაყოს, ასე ვთქვათ, ჩინეთ-რუსეთის დღევანდელი ეს ურთიერთობა, რომელიც არ ვიცი როგორ უნდა დაარღვიოს იმის შემდგომ რა, ანუ ფაქტობრივად თავიანთი ომით, უკრაინაში ამ ომით შეადუღაბეს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები და ამერიკისთვის სერიოზული საფრთხეა, იმიტომ რომ ჩინეთი არის მეორე უშუალო კონკურენტი გეოპოლიტიკურ არენაზე და რუსეთიც თლათ ხა იქვე არ არის, მაგრამ მესამე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ამ ხრივ. შემდეგი არის ინდოეთი. ამიტომ უპირველესი ინტერესი ამერიკის აი გლობალურ არენაზე არის რომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობები გამიჯნოს, თუმცა ძალიან რთული იქნება იმ მთელი ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა. ასე რომ შევაჯამოთ, აი ამ ცვლილებებში ვართ, აი ამ კეთილღარაც ვახსენე, აი თავისუფალ ვარდნაში ვართ. დღეს ყველა ძლიერი სახელმწიფო ცდილობს რომ თავისი გაიტანოს რაღაცნაირად, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, ოდესღაც ჩამოყალიბდება, უბრალოდ ამას დრო დაჭირდება და რასთავარი ეს პერიოდი ძალიან საშიში და მტკივნეული იქნება და ჩვენაირმა ქვეყნებმა. ჯერ ერთი ძალიან ჭკვიანურად გავიარეთ ეს პერიოდი, მაგრამ თავარი ჩვენთვის არის რომ დღეს არის ბალანსის პერიოდი და ეპოქა. არ შეიძლება ესეთ გადაეშვა რაღაცას მიასკდე კედელს, ყრუ კედელს ურტყა თავი. მაქსიმალურად დაბალანსებულად, გაწონასწორებულად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. მე მახსოვს ნაცების და მიშა სააკაშვილის ამ იდიოტის მართლა სისხლისმსმელი იდიოტის განცხადებანი, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველებს ფუნქცია დააკარგინა. და რა იყო ფუნქცია მათი აზრით? ეს იყო ფაქტორი რომ ყოფილიყო დასავლეთ და რუსეთს შორის დაპირისპირების. ხვდებით ახლა როგორი მოღალატეობრივი უგუნური პოზიცია და ეს ცხადია, ხო? ოღონდ ფაქტორიც ნეგატიური კონტექსტში ნეგატიური ფაქტორი, ხიჭვი რა, ხიჭვი რომელიც დაც ერჩობა ხანდახან ეკალი რა. ხო და ნუ ამიტომ მე ესე უყურებ, რადგან მიმდინარეობს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, დიდი ქვეყნების და პატარებიც მთლიანად რესურსს ხარჯავენ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მათ ერჩიან. აი მაგალითად, რუსეთი ორიენტირებული ახლა ამერიკასთან და ევროპასთან დაპირისპირებაზე, დიდი გლობალური ამბებია, ამერიკა ევროპას უპირისპირდება და ჩვენ რახან ფაქტორი არ ვართ. ვართ წყნარად, ჩვიდად, აი ვართ ჩვენთვის ყოველგვარი ისეთ მოძრაობების გარეშე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე და ამასთან ჩვენ არ მოგვიწია რომელიმე მოთამაშეს კალათაში ჩახტომა. აი ძალიან მაგარი ამბავია. ჩვენი სიმშვიდის ფასად არ მოგვიწია რომელიღაც დიდი მოთამაშის, თუნდაც რეგიონალური მოთამაშის კალათაში ჩახტომა. და ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პირველად ხდება, მე მგონი მსოფლიოში, როდესაც ქვეყანას ახლა არ აქვს შესაძლებლობები, რომ არმია ჰყავდეს, ხო? კი ბატონო. ისი დიდი ეკონომიკაც არ გვაქვს, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხეთ, რომ არავის არ მივეყიდეთ. არავის ვასალი არ გავხდით, არავის ინტერესების გამტარებელი არ ვარ და ვარ ჩვიდად. ხო, სხვა სიტყვებით გეოპოლიტიკურ თამაში პაიკად არ ვიქეცით ვიღაცის გასაწირად და მცირე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. უსაქმოდ ხელისუფლება პირიქით ძალისხმევას არ ხარჯავს, სადაც არ აკეთებს, რომ სწორედაც არ ვიქცეთ პაიკად აი ამ გეოპოლიტიკურ თამაში, ასე რომ ანუ იმის თქმა მინდა რომ ესე უსაქმოდ ჯდომით და თავისი თვითდინები დინებაზე ნაფოტივი ტივტივით საქმე არ გამოვა.
აუცილებლად ადრე თუ გვიან მასე ვიღაცის ხახაში აღმოჩნდება ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ ხელისუფლების ძალისხმევა სწორედ იმისკენ არის მიმართული, უყურებთ სად მოგზაურობს, რა ვიზიტებია, ვის ხდება, რატო ხდება, როგორ ხდება, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორედაც აი ამით რომ იმდენად სასარგებლო იყოს ეს ქვეყანა, იმდენად ისეთი ტიპის ფუნქცია ჰქონდეს, რომ არავის არ ჰქონდეს აქ ომის და დაპირისპირება და ქაოსის შემოტანის ინტერესი არ ჰქონდეს. კი. მათ შორის არ უღირდეს ნამდვილად. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ აი შიდა პოლიტიკაში გამოძახილსაც რო შევხედოთ, რეალურად ჩვენ არ გქონია დისკუსია, ეს რასაც გარეთ ვხედავთ ამ აჯაფსანდალს, სწორედ ის ხდება შიდა აი განსაკუთრებით ბოლო 1 წლის მონაკვეთში, სწორედ აი ამ გეოპოლიტიკური ქაოსის გამოძახილს ვხედავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, აი ამ რადიკალური ჯგუფების სახით. რაც არის დღეს ეს აურზაური გარეთ, აი ეს ყველაფერი არის რუსთაველის 50-100 კვადრატში ჩატეული მთელი თავისი დომხალით. მთელი თავისი დომხალი, რა თქმა უნდა, უტრირებულად ვამბობ მეც. მთელი თავისი დომხალით აქ შიგნით ჩატეული. ამიტომ სანამ გარეთ ალბათ სანამ ეს პროცესები არ დასრულდება, შიგნითაც ცდილობები იქნება, თუმცა საბედნიეროდ ამას არანაირი გავლენა დღეს უკვე შიდა პოლიტიკურ აი აჯახსანდას ხულისხმობ აღარ აქვს. ოღონდ ერთიც უნდა ითქვას, რომ არავის არ გვაქვს ჩვენ არავის ილუზია არ გვაქვს რა თქმა უნდა რომ ამ ცვლილებებიდან ქვეყანა მithume ჩვენარი ქვეყნები საერთოდ უდანაკარგოდ გამოვლენ. აქ თავარი სამიზნე თავარი არის რომ ომი და კონფლიქტები არ იყოს თორემ ჩვენ ხედავთ რომ ადგილობრივ წერტილოვნად ხან სად ურტყავენ ამ სახელმწიფოს, ხან სად ურტყავენ შიგნით თუ გარეთ ეკონომიკაში, პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, მაგრამ თავარი არის რომ საერთო ჯამში ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობას აი ესეთ გეოპოლიტიკურ ქაოსში. პირდაპირ გეტყვით რომ ის რომ არც ძალიათ საქართველოსთვის და გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაწყვეტ, თუნდაც თავიანთ ქვეყნებს შიგნით მეტყველებს, ამაზე რა მეტყველებს, რომ ინსტრუქციები აგენტებს ძალიან უაზრო ინსტრუქციები მოძით, თავარი სტრატეგიული შეცდომა იყო არ შესვლა პარლამენტში. მათ აიღეს 800.000-ზე მეტი ხმა და 61 დეპუტატი ყავდათ და რომ შესულიყვნენ იქნებოდა მათთვისვე კარგი, მაგრამ აი სტრატეგიული შეცდომა ვერ მოზომეს საკუთარი ძალები, ეგონათ რომ ამ არ შესვლით რადიკალიზაციას მოახდენდნენ პოლიტიკური ვითარების და აგვაყირავებდნენ და ასე არ მოხდა. ეს ხო ძალიან დიდი სტრა გააკეთა ქართულ მოსწავლეებს, როცა პირდაპირ გაყარა ეგენი პარლამენტიდან. ალბათ იყო ცდუნება, რომ როგორც ადრე მოვიქეცით ისე მოგცეულიყავით, რომ რაღაცნაირად შანტაჟს და დაქვემდებარებულიყავით, მაგრამ მაგარი რაღაცა მოხდა და ეხლა რო უყურებ მეზარება კიდეც მათ კომენტირება. ანუ შიდა პოლიტიკა აღარ არსებობს, ანუ ოპოზიციური პოლიტიკა აღარ არსებობს, მათ პოლიტიკა არ აქვს. ნებისმიერ აი თუნდაც ეხლა ირანში მიმდინარე ამბავზე. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას ყოველთვის გქონდეს სხვა აზრი მიმდინარე ამბებზე და შენ ახერხებდი და მათთვის სულად მიუღებელ რაღაცებს, როგორც არის ირანის დაშლა, ხარს უჭერდი. ხო, ირანის დაშლას წარმოიდგინე. იმიტომ რომ რას გამოიწვევს? სრულიად გასულები არიან, ასე ვთქვათ, ანუ არანაირი შემხებლობა თუ შეგრძნება რა არის საჭირო ქვეყნისთვის, როგორ არის არ აქვს ამ ხალხს. რაც თავარია, იქ ქონდათ ნამდვილად შანსი, რომ აი პოლიტიკური ქაოსიდან გარდაქმნილი იყვნენ რაღაც პასუხისგებლიან აქტორად. ნუ ეთქვათ რომ კი ბატონო, ქონდა დანაშაულებრივი უბედური წარსული, მაგრამ აი რაღაცნაირად მოგცა ხახმა ხმა და შედი პარლამენტში, ხო? არა, პირველივე შესაძლებლობისადმი გაანიავეს. ნუ ალბათ ეს საჩვენებს მათ ბუნებაზეს და იმიტომ არის წეგარაც ბძანეთ თქვენს გეთანხმებით, მაგიტომ არის სწორედ რომ აზრიც აღარ აქვს ეხლა ეს იწილო-ბიწილო რაც არის რომ იქ რაღაცა გირაოს გადავიხდი და ის რატო ქენი და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ძალა აღარ აქვს, ანუ აი პოლიტიკისთვის. და პრინციპში ეს ასახავს კიდეც იმ დაბნეულობას თუ უთავბოლობას, რასაც ჩვენ ბრიუსელში ხედავთ, საიდანაც რეალურად იღებენ ესენი ამ ინსტრუქციებს, იმიტომ რომ თავათაც მოშლილია მთლიანად ბრიუსელში დაბნეულობა. ეხლა ეს დაიწყეს შეპარება ნენელა საზოგადოებაზე, რომ აი რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ და კარგია და საჭიროა და ინგლისელები დაუშლიან მაგათ მე მგონი. ხო, ნუ დაუშლიან, არ დაუშლიან, მაგრამ ამაზე გაიღვიძეს როგორ 4 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე რუსეთთან არის ლაპარაკი საჭირო. ხო, თურმე 4 წლის თავზე, ესეც კი აჩვენებს, რომ 4 წლის თავზე ამ ხელა ტრაგედიების მერე რომ გაახსენდება და გაიღვიძება, რომ თურმე არა პირველ დღეს, როცა ომი დაიწყო, 4 წლის თავზე ამას ლაპარაკს და თან ფრთხილად დაიწყებს ლაპარაკს, აჩვენებს რეალურად რა ტიპის უბსკლურისში ხარ, პრინციპში, კრიზისში ხარ, სერიოზულ კრიზისში ხარ. ზოგი ვინც უნდა რაღაცებს წყვეტდეს, ზოგი დალევისკენ მოუწოდებს ხალხს და ზოგი რისკენ, ხო? ხედავთ რეალურად სადაც არის და
დიდი ალბათობით ეს ძალიან ახლოს მოხდა პოლონეთის საზღვართან. ეს არის იარაღი, რომელსაც უბრალოდ რომელთანაც თავს ვერ დაიცავ. ფიზიკურად შეუძლებელია. და ძალიან ახლოს 50 კილომეტრში ჩამოვარდა პოლონეთის საზღვართან. ამან იმოქმედა გარკვეულწილად, კი. ხო, ასე რომ, მაგრამ აქ სამწუხარო ის არის, რომ ეს ნამდვილად არ გვიხარია ამის თქმა მინდა, რა თქმა უნდა არ არის ეს საქართველოს ინტერესებში ზოგადად, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს ეს შიდა დაპირისპირება ევროპის აი პოლიტიკურ ელიტაში გაღრმავდება და ჩვენ ხედავთ ხო ხან ერთი მთავრობა ამოყირავდა, ხან მეორე მთავრობა ეს პროცესები მოკლედ აუცილებლად. ბატონო, მე მინდა კიდე მივაქციო ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში და ხელისუფლებაში მიმდინარეობს, ეს არის სუვერენიზაციის პროცესი, მაგალითად. ძალიან დიდი მნიშვნელობა გასცია პარლამენტმა. თუნდაც ის რა დღის, რომ ჩვენ კანონმდებლობაში მე მგონი ძალიან არასწორად და დამეთანხმებით თქვენ გვეწერა ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის NGO სექტორის თუ სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა საკანონმდებლო სავალდებულო მონაწილეობა. ეს გაუქმდა. ეს არის ძალიან კარგი. კანონები, რომელიც მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ, ესეც ძალიან კარგია. ძალიან ბევრი კანონი თუ ნაბიჯი ამასრულებელი ხელისუფლებისა გადავდგით, ისე რომ ხალხმა შეიძლება არც იცის ეს. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს 3 წლის წინასწარ საქართველოსზე გაცილებით უფრო საკანონმდებლო კუთხით თუნდაც არის სუვერენული. ასეა თუ არა? კი, ცალსახად ასეა, იმიტომ რომ და რა იდგა მთელი ამ პროცესების უკან. იდგა მარტივი ლოგიკა, რომ ხელისუფლება უნდა ჰქონდეს იმ ძალებს, რომლებიც არიან ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულები და აქვთ პირდაპირი ლეგიტიმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ვიღაცა შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს, დიდი იყოს, პატარა იყოს, მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს. ვის სახით გულაპარაკებთ? მაგას ვამბობ, სწორედ თუ უნდათ კი ბატონო გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად და როგორც პარტიები მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და რა ლეგიტიმაციაც, რა ძალაც, რა წონაც ექნება, კი ბატონო სიამოვნებით მათი როლი იქნება გათვალისწინებული პარლამენტშიც. მაგრამ სწორედ ეს იყო მოკლედ მთელი არსი ამ პროცესების, რომ ერთი უნდა იყოს პირდაპირი ლეგიტიმაციის ხაზი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, იმის იქი დანარჩენი უნდა ჩამოიბერტყოს, ასე ვთქვათ, გასუფთავდეს ეს მართლობითი სისტემა ამ ნაწილში და მეორე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სტანდარტები. მით უმეტეს აი ამ ქაოსის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, ბუნებრივად, არათუ რაღაც აი ბუნებრივად ეს იყო აუცილებლობა ამ სახელმწიფოსი, გაზრდის აუცილებლობა, ასე ვთქვათ, რომ მიეღო ამ ტიპის კანონები, რომ აი ეს ქაოსი, რაშიც ვიმყოფებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ დაეზიანებინა ამ ყველაფერს სახელმწიფო. მიღწეულია შედეგი მე მგონი. გაცილებით უჩვენს ახლა ფულის მოზიდვა და ცდილობები ყოველთვის იქნება, ერთი არხი დაიკეტება, რაღაცა მეორე შეიძლება მოძებნონ, მასშტაბი შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს, მაგრამ საერთო ჯამში დღეს საზოგადოებაში არსებობს ზოგადად გონება აზრი, ასე ვთქვათ, რომ აუცილებელია, საჭიროა, ის კი არა ვიღაცას პოლიტიკურად გემოვნებაში დება თუ არ დება, აუცილებელია, როგორც აუცილებელია პოლიციის ყოლა, ჯარის ყოლა და ასე შემდგომ, აუცილებელია ამ ტიპის დამცველობითი კანონების ყოლა საქართველოში. ტრამპმა გააუქმა 70-მდე საერთაშორისო ორგანიზაციაში ამერიკელების მონაწილეობა, რითაც ეს ორგანიზაციები დატოვა დაფინანსების გარეშე და მათ შორის ერთ-ერთი არის ვენეციის კომისია, რომელიც ისეთი 4 და 5 სტანდარტებით ავიღოთ თუნდაც ეგრეთ წოდებული ესენი იძახდნენ რუსულ კანონს, თორემ გამჭვირვალობის კანონი, ანუ ფარას კანონი ამერიკაში რომ არის, ვენეციის კომისიამ დადო დასწრა, რომ თქვენთან სხვა რამ არისო. ნუ თავიდან ბოლომდე ინსტრუმენტი იყო ქვეყანაში შიდა საქმეებში ჩარევის. ვაპირებთ თუ არა რაღაცნაირად უფრო წინ წასვლას და მით უმეტეს ამერიკას არ უნდა იქ არაფერი და ჩვენც რაღაც გადახედავს მთელ რიგს ორგანიზაციებში. პირველი ის რომ აი ამერიკის ნაწილზე რომ შევაფასოთ, ამერიკის ეს ორგანიზაციები გასაგებია იყო აი ხელოვნური იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტი. და ამიტომაც მას შემდგომ როგორც კი ეს ხელოვნურ იდეოლოგიებზე უარი თქვა და თქვა რომ ეს ანუ ტვირთია, დამატებით ხარჯია, მე არაფრის მომცემი არ არის. რამით უჭირდება პირდაპირ დავიპყრობ რა. ბუნებრივად გაჩნდა იმის საჭიროება რომ გამოსულიყო ამ ორგანიზაციებიდან და გაგრძელდება ეს არ არის. ბევრ ფულს ხარჯავდა თან. კი, ნამდვილად მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ამ ნაწილში და გაგრძელდება ეს პროცესი. ზოგადად აი წეღანის რაც ვახსენეთ, სისტემასაც საერთაშორისო სამართალი არ არსებობს და ძალის პრიმატი ასე შემდგომ, ამ სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციებს არაფერი არ ესაქმებათ, იქ არის პირდაპირ ძალა და არიშნიკის და მსგავსი იარაღები, ასე ვთქვათ, და მორჩა. ძალით ლაპარაკი.
ჩვენს პოზიციებს რაც შეეხება აქ განსაკუთრებულს არ გეგმავთ პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ამერიკა არც იყო ევროპის საბჭოს მონაწილე პრინციპში წევრი, ჩვენ ვართ წევრი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, სხვა ტიპის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენთვის არის ფარი. ყოველ შემთხვევაში იყო აქამდე, სანამ არსებობდა ან ერთიან მეორე და სამწუხაროდ ეხლა არც ერთი არსებობს. ისეთ რეზოლუციებს იღებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ვითარება, როდესაც პირიქით მათი გადაწყვეტილებები იყო შიდა რადიკალური ჯგუფების მიერ გამოყენებული, თქვა ხავს მოჭიდება, რომ თავიანთი პროცესები გაემართლებინათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ ყველაზე კარგი, აი თავიდან ჩვენც ხო ვახსენეთ, ხო ყველაზე კარგი ალბათ არის ის, რომ დაველოდოთ, ნახოთ როგორ წავა. შეიძლება ორგანიზაციიდან ეხლა არ გამოვიდეთ და თავად დაიშალოს მე მომავალში. ამიტომ დაველოდოთ, ნახოთ სად როგორ წავა. ერთი ნამდვილად რასაც ვპირდებით მოსახლეობას არის ის, რომ ყველა ორგანიზაცია, ყველა გადაწყვეტილება შიგნით თუ გარეთ ერთადერთი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ ეს ემსახურება თუ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ხო, მაგალითად თუ ადრე ობიექტურადაც ალბათ საჭირო იყო რომ უნდა გაგვეთვალისწინა თუნდაც ვენეციის კომისიის ან მსგავსი ორგანიზაციების რჩევები ჭარბში რო ვთქვათ, ეხლა საერთოდ არის ეს აუცილებელი და დედამიწა ბრუნვას არ გააჩერებს ამის გამო და ეს ძალიან კარგია. უღრესი მადლობა ბატონ ლევან. მადლობა თქვენ. თქვენ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ. ლევან მახაშვილი იყო ჩვენი განცხადების სტუმარი, ჩვენ გელით ყოველთვის ბევრი რამე შეიცვლება, კალეიდოსკოპური სისწრაფით შეიცვლება სოფლიოში ამბები და ყოველთვის საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა ამ ამბების ანალიზის კუთხით. დიდი მადლობა ნოდარ კაპანაძე მომს უმცირე ხანში მეგობრებო. ბატონი ნოდარ კაპანაძე ჩვენი მეგობარი, ჩვენი ტელევიზიის და ჩვენი გადაცემის მეგობარი მობრძანდა გილოცავ ნოდარ გასულ პრაზნიკებს ორშაბათს იქნება ნასვლიწყება, მაგასაც გილოცავ. დავიწყოთ საუბარი გრენლანდიაზე. არავინ გილოცავთ თქვენ და თქვენს მაყურებელს და თქვენს ყველა ხელმძღვანელობას და საუკეთესო წელს გისურვებთ. იმედი მაქვს რომ საქართველოსთვის საუკეთესო წელი იქნება. გრენლანდიას უყურებთ ამ ამბავს და გრენლანდია ხო ვიკინგებმა დაიპყრეს თავის დროზე. შემდეგ ვეღარ გაძლეს და ინუიტებმა, ანუ ესკიმოსებმა გაყარეს. შემდეგ უკვე მოდერნიზებული ფლოტი მობრძანდა დანიის და ნორვეგიის, მაგრამ ნორვეგია დანიას ეკუთვნოდა და ამიტომ დანიას დარჩა ის კუნძული. დანია სხვა შორის ექსპანსიონისტური სახელმწიფო იყო. ხო და შესაბამისად ეხლა კუნძული, რომელიც წესით ესკიმოსებს, ინუიტებს ეკუთვნის, ეხლა ტრამპი პირდაპირ ვამბობ ითრებს ამ კუნძულს. მე არ ამგონია რამე სხვა გამოსავალი, რომ რაც მას უნდა იმას არ მიაღწიოს. იმიტომ რომ ესეთი არჩევნები აქვს იქ. კონგრესში არჩევნები და რაღაც კონკრეტული შედეგი. და მაგისთვის ხო 2.4 მილიონი კვადრატულ კილომეტრიანი შედეგი კარგი რომელმა პრეზიდენტმა ბოლოს როდის გაზარდა, რომელმა პრეზიდენტმა გაზარდა. ბოლოს იყო 1840 ალიასკა იყიდეს. 1860 წლებში იყო ეგ. კი ბატონო, მორჩა. ბოლო ეგ იყო. ხო. ან იყიდის, ან დაუღრიალებს ერთი და გაიქცევიან, ხო. მაგრამ როგორ გაიქცევიან ახლა მთელი ევროპის შეიარაღებული ძალები 19 ნარჩევი ვაჟკაცი ჩავიდა რას ლაპარაკობ. და სად გასაჩერებელი ადგილი აქვს თუ სასტუმროში გაჩერდება? ბაზა. აი მაინტერესებს ხარ. ეხლა რა არის, იცით? მან 9 არ არის სხვა ბაზა, მე მგონი დანიას არა აქვს ბაზა. მან ერთადერთი სამხედრო ბაზა არის სამხედრო ბაზა ამერიკელების პატრონაჟის ქვეშ. ხო, სად გაჩერდება თუნდაც ის 20 კაცი? რა ვიცი, ახლა ნორვეგიელები რო იყო, რუალ ამუნდსენის შთამომავლები ვიტყვი მაშინ რომ რაღაც ყინულებში ცხოვრობენ. არა, პაბებში გაჩერდებიან და ძალიან კაი პივას ჩაუტყავთ, არა. სხვა შორის მართლა ინფრასტრუქტურა არა აქვს და რა აზრია სამხედროს წაიყვან თუ დაუშვათ იმას თეატრის არყატების უფლებების დამცველი. არანაირი აზრი არ აქვს. მაგ პროფესია ძალიან მოყვარს. მე მგონია ეს არის ყელის გამოჭრა ევროპისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის და რომ მოხდება ეს, უბრალოდ ძალიან დაჩქარდება აი ამ სტრუქტურების სიკვდილის პროცესი.
ეს შიდა დაპირისპირება, შიდა კოლექტიურ დასავლეთში, ეს მოკლედ ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს დაპირისპირებები ჩანდა, რომ იყო ეს დაპირისპირებები, ეხლა ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი ომი სადაც ყოფილა, ეს იყო ევროპაში. კი. და ევროპის შიგნითკენ ომები. და ეს ბოლო რამდენიმე თაობა, იალტის შემდეგი თაობა რა. ის ვინც ომს არ მოსწრებია, რატომღაც ჩავთვალეთ, ჩვენმა თაობამაც, მათ შორის და ჩვენმა შემდეგმა თაობებმა ხომ კიდევ უფრო რომ ეს ევროპა ტრადიციულად არის მშვიდობის კუნძული და არასდროს ასე არ ყოფილა ამ დროს და კარგად გავიხსენოთ ორივე მსოფლიო ომი მაგის ტერიტორიაზე იყო, მანამდე 30 წლიანი ომი, რასაც ასლიანი ომი საფრანგეთსა და ინგლისს შორის, კონკისტა, რეკონკისტა, იქ იტალიაში გაუთავებელი შიდა ომები, გერმანიაში გაუთავებელი შიდა ომები და ამ შემდეგ, ეს ომი მათი ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო. უბრალოდ ეს ბოლო რამდენიმე თაობა იალტის მშვიდობის შემდეგ მიეჩვია, რომ ევროპაში ომი არ უნდა იყოს და ომი ეს რა ველურობაა. კი, არის ველურობა გეთანხმები, მაგრამ ეს მათი წინაპრების ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ხო, აღმოჩნდა რომ ეს შიდა არა, მან მიიჩნიეს, რომ იდეოლოგიზებულია აი ამ ლიბერალური დემოკრატიით დავასნებული შევყარეთ ეს ლიბერალური დემოკრატიული ხალხი და გლობალისტებმა განსაზღვრეს, რომ ვივაჭროთ და არ ვიომოთ რა. ხო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ არის რაღაც შიდა დაპირისპირებები, რაღაც შიდა ინტერესები, ეს გლობალისტური იდეოლოგია, რომელიც პრინციპში დაუსრულებელ მოხმარებას და დაუსრულებელ კეთილდღეობის დას გულისხმობს. სადღაც გაჩერდება ხო, აუცილებლად. აი დანიას რატომ უნდა გქონდეს გრენლანდია? საქმე რაშია, იცით, აი როცა ასეთ იდეოლოგიურ ამებზე ვლაპარაკობ, ეს ფილოსოფია აქვს თავარი. ეს დაუსრულებელი მოხმარება და ეს დაუსრულებელი კეთილდღეობა ესეთი რამე არის, რასაც აი ადამიანის მადა, ანუ სიხარბე რა, საზღვარი არის უსასრულო და ამ დროს რესურსები არის სასრული. როდესაც შენ სასრული სიმრავლით, უსასრულო სიმრავლით შევსებას აპირებ, მარცხისთვის ხარ განწირული და რაც უფრო გვიან იქნება ეს, რაც უფრო გვიან მიხვდები ამას, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები. რელიგიური ღირებულებები არაფრად არ არის. გასაგურველია, ანუ როდესაც არ აქვს რაღაცა ეს სულიერი ჩარჩო კალაპოტი, რაშიც უნდა განვითარდე ახლა. ტრამპს ყვა ჩემი მორალური რა გიშლითო ხელსო რომ სად არის თქვენი საზღვარი წითელი ხაზი სად არის და ჩემი მორალური მაგარი კაცია. ეს ძალიან საინტერესო რომ იყო მაგით და კიდევ იმით რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს ამერიკელებმა. ხო. ეს ნიშნავს რომ ამერიკა გლობალური წესრიგიდან, დიდი მსოფლიო წესრიგიდან გასვლას იწყებს. სავალუტო ფონდს და გაანებებს თავს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს და იმას, რაც საერთაშორისო დოლარის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, მაგას ესე ერთი ხელისმოსმით თავს ვერ დაარბოსოს ფედერალური ფედრეზერვიც არ მოწოს, იმიტომ რომ უტევს კბენს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობის დროს გაფორმდა 1913 წლის დეკემბერში, ეს არის წარმოუდგენლად კაბალური ხელშეკრულება, რომლის გამოს ფედერალური სარეზერვო სისტემის აქციონერი 14 ბანკის და კერძო პირების კერძო ორგანიზაცია. შენ რომ გიჭირავს ამერიკული დოლარი, რომ გიჭირავს ხელში, შენ გონია სახელმწიფოს დოლარი. ეს კერძო რამოდენიმე მილიარდერის კი, ბატონო. და ეს აი ამ ბანკების მიმართ სახელმწიფო ვალი უკვე დიდი ხანია გადასცა 20 არაფრით არ არის გამაგრებული. არაფრით არ არის გამაგრებული. 38 ტრილიონიან ზღვარს გადასცა. ამა გუშინ იყო თუ გუშინ წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დიაგრამა 1945 წლიდან, ანუ ბრეტონ-ვუდსის სისტემის შექმნიდან 2025 წლის ჩათვლით წლიური მოცულობა სახელმწიფო ვალის და წარმოუდგენელი პირდაპირ ექსპონენტურის და არის აი
100%-ით ექსპონენტურია და აჩქარება იწყება 83-84 წლიდან. რეიგანომიკა რო დაიწყო. რეიგანმა როცა დაიწყო მოხმარების საკრედიტო წახალისების პოლიტიკა. როცა ია კრედიტებს გასცემდნენ. ცოტანაც ხო იყო ეგ პერიოდი, გახსოვთ? დიახ, წარაუგუნოთ კრედიტების დარიგება. ხო. და მაგიდან დაიწყო აჩქარება, შემდგომ ძალიან მალევე დადგა პირველი კრიზისი, ეს იყო 86 წლის 19 ოქტომბერი. ინტერნეტების, .com-ების. არა, ეს იყო Dow Jones-ის ინდექსის ვარდნა 19 ოქტომბერს. შემდგომ ალან გრინსბენმა და ცალკეულმა განჭკვიებმა ხალხმა ეს კრიზისი რაღაცნაირად მოაგვარა, მაგრამ შემდგომ იყო აი ამ სახელმწიფო ვალის ესეთი პლატო საინტერესო რა, აღარ იზრდებოდა სახელმწიფო ვალი, ერთადერთი პერიოდი მთელი ამ 84-დან 2025 წლის ჩათვლით, როცა სახელმწიფო ვალი არ იზრდებოდა, ეს იყო 93-დან 98 წლის ჩათვლით. ანუ, როდესაც იძარცვებოდა საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა სივრცე და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები. მაშინ ეს სახელმწიფო აღარ იზრდებოდა, მაგრამ მაგის მერე გაგრძელდა და მივიდა უკვე და სერიოზულ კრიზისამდე 2007 წელს ის 86 კრიზისს არ წასულა. პირიქით ეს ამ კრიზისის ბუნება აქვს, რაც უფრო გვიან გამოჩნდება, მით უფრო მძიმეა. შემდგომ იპოთეკური სესხების დიახ, Lehman Brothers-ი რო დაიხურა, ხო? კი, Lehman Brothers-ი რომ დაიხურა, ეგ იყო 2008 წელს შემდგომ ჩვენმა აქ საქართველოში მომხდარი ამბებშიც გამოიხატა ეგ ამბავი. მაგის შემდგომ დაიწყო ეკონომიკის ესეთი დაკრედიტება, წარმოუდგენელი რაოდენობის თანხის სესხება და გაცემა. ჩასხმა, ასე ვთქვათ და მიაღწიეს ესე COVID შიზოფრენიამდე 2020 წლამდე. შემდგომ ეს კრიზისი უკვე გაუსაზლისი გახდა მაშინ და იმის შემდგომ უკვე წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. მე არ ვიცი ეს როდის და როგორ მოხდება. როდის გასკდება ეს ბუშტი, მაგრამ როცა გასკდება ძალიან მძიმე იქნება. ეს არავის არ უნდა. და ტრამპსაც უნდა რომ ფული იშოვოს. მაგრამ ეხლა წარმოედგინეთ სოფლიო ვაჭრობის 44% იყო თუ 42% ბოლო მონაცემებით სოფლიო ვაჭრობის 42% მიდის დოლარებში. ეს უზარმაზარი წილია და ვინც აქ არის ჩართული არავის არ უნდა აი ამ პირამიდის ეს დედოლარიზაციაც. მიდის დედოლარიზაცია 90% იყო და 40%-ია. და ხო და მაგას ძალიან მაგარი შემცირებულია, მაგრამ 40% მაინც ძალიან დიდი წილია. BRICS-მა რაღაც ალტერნატიული გადახდის სისტემა შექმნა, სადაც უკვე იმათ ვალუტებზე ქვეყნების ვალუტა. კი, ხო, იუანი და მათ რაღაც ესეთი ერთი ვალუტა არ აქვს აღებული, მათ ბევრი ვალუტები არის და მათ შორის ბარტერის და კლირინგის სისტემები არის და რაღაც ესეთი, მაგრამ რაღაც 90 ტრილიონამდე იუანი გადაამუშავა ამ სისტემამ ბოლო მონაცემებით 2025 წელს. რო დაუბრუნდეთ ისე ბეთქულ გეოპოლიტიკას. კი ბატონო. რა თქმა უნდა, მუქთა ფული ტრამპს სჭირდება. არა რომ ისეთი რომ დაბეჭდოს, არამედ იქ ნავთობი მოიპაროს, იქ გრენლანდიაში, რა იცი რა არის. პატიოსნა თქვა გასმა ნავთობი, არავით არის დემოკრატია. კუბა რო დაიპყროს და იქ ისე დააბრუნოს ისე გართობის ის ინდუსტრია. კი, მეგონი გაუჭირდება ეგ. მოკლედ, მაგის ამოცანა არის ფული იშოვოს. ვენესუელა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ვენესუელა ძალიან საინტერესო რამე იყო. ეხლა მე უსმენ ხოლმე ჩვენ ქართველ ექსპერტებს და არსად არ გამიგონია ეს, მაგრამ რაღაცა ძალიან მაგონებს ეს მადურო მოიტაცეს, ხო? კი. ვენესუელაში არაფერი არ შეცვლილა. არა. დელსია როდრიგესი და მისი ძმა არიან ვინ არიან ეს ხალხი? ესენი არიან უგო ჩავესის მარჯვენა ხელი იყო მამამაგათი. და უფრო ჭკვიანები ვიდრე მადუროა. ბოლივარიანელები არიან. ო, მით უმეტეს. პატრიოტები ესე იგი. ჩეგევარისტები არიან. გრინგოები ეზიზღება. გრინგოები არ უყვართ. ხო და ანუ არაფერი არ შეცვლილა ამით რა. არა, გამოვიდა ეს. და ასე რომ მადუროს გაყვანა მე ძალიან მაგონებს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართული პირის გაყვანა. რაღაცა ესეთი რაღაც ეგეც გაოს. ისევე როგორც მაგალითად ზელენსკის დაცვა მთლიანად არის ბრიტანული სპეცრაზმისგან დაკომპლექტებული და ღმერთმა უწყის ეგ დაცვა არის თუ ბადრაგი. დასაც წაიყვანეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ხო, დაცვა არის თუ ბადრაგი, მაგაზე მე ზუსტი პასუხი არ მაქვს, არ ვიცი. ესეა რომ ეს მადურო მოიტაცეს, მე მგონი ესე მაინდა-მაინც წინააღმდეგი არც მადურო იყო, არც ტრამპი და არც ვინც დარჩა ვენესუელაში. ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპის მთავარი ამოცანა არის
ფულის გაკეთება გარიგებები. კი ბატონო, და ალბათ ისიც რომ ყველაზე მთავარი ამოსანა, პოლიტიკური ამოსანა, ჩემი აზრით არის აი ამ გლობალისტების, რომლების მთავარი საყრდენი წერტილი დღეს არის დიდი ბრიტანეთი და ევროპა. ამერიკაში საკმაოდ ძლიერები არიან და საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მათი გავლენის შემცირება მინიმალურად რა. აი ამ მემარცხენე გლობალისტების. ხო, ტრამპის ამოცანა თუ ცხადია, რუსეთის ამოცანაც ცხადია, რუსეთს ძალიან უნდა ეხლა რაც შეიყვანა კონსტიტუციით თავის სახელმწიფოს ფარგლებში იმ ტერიტორიების დათხრება, არ ამგონია რომ იქით გააგრძელოს. მაგრამ იქითკენ დნეპრის მეორე მხარეს მაგას შეიძლება აუცილებლად ლოიალური მთავრობა. ან ქაოსი. ქაოსი არა და არც ქაოსი, არც მტრული მთავრობა და როგორ გააკეთებს? რუსეთი ძალიან სუსტია ეგეთ საკითხებში. საერთოდ რუსეთს ისტორიულად თუ გადავხედოთ, რუსეთი ყოველთვის იგებდა ომებს ბრძოლის ველზე და აგებდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან. და რატომ ხდება ეს? ამას ამ მარტივ მიზეზზე მე ამას ვეძახი პეტრე პირველის რეფორმის პროდუქტს. ანუ ბრძოლის ველზე მუჟიკი იბრძვის, რომელიც მაგრად იბრძვის და იგებს. და მე ბრძოლის მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვიღაცა გრაფი ბინკენდორფიან ვიღაცა ესეთი ზის პარიზელი გუვერნანტის აღზრდილი და ელაპარაკება ვიღაცას თავისნაირად და მისი მთელი ლოიალობა არის იქითკენ მიმართული რა. და ამიტომაც რუსეთი ყოველთვის აგებდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ერთადერთი ომი საიდანაც რუსეთი როგორც სამხედრო და ესე დიპლომატიურად გამარჯვებული გამოვიდა, ეს იყო დიდი საამულო ომი. ხო, სტალინი როცა იყო მოლაპარაკება. ვიდრე რომ ცოტა სხვა კაცი იყო რა. კი არის. ბინკენდორფი არის. ჯუღაშვილი იყო და 1000 გაჭირებაში გაზრდილი. ხო და საქმეს მაგას მოვა, პროგნოზი რო გავაკეთოთ. ჩინეთს ახლა ჩინეთი ომს არ დაიწყებს არასოდეს. ჩინეთს არანაირი სურვილი არ აქვს ომის დაწყება. 10 შეუძლია ჩემი აზრით. ჩინეთმა ბოლოს ინტერვენციული ომი არასდროს არ უწარმოებია. თავდაცვითი ისიც წარუმატებელი. ძალიან წარუმატებელი იაპონიასთან. ხო. ჩინეთის შეერაღებული ძალებზე, რა ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ძალიან 10 წრეულებზე და 100 წრეულებზე გათვლილი პოლიტიკა აქვს. ისინი არიან ჩინელებზე რომ ელაპარაკო, მინიმუმ კონფუცი უნდა კონდეს საკითხი და ლაოცი და რომ იცოდე რომ ეს ის ხალხი არ არის, რომლებიც დღეს და ხვალზე შესაბამისად ფიქრობენ, ისინი ფიქრობენ 50 ასლიანი 1000-ლოვანი საქართველოზე რომ ვისაუბროთ, საქართველო რა თქმა უნდა ნატო აღარ არის. ამერიკელების ინტერესების სფეროში საქართველო ალბათ ისე აღარ იქნება, იმიტომ რომ ისე ვეღარ იქნება, ვერა, იმიტომ რომ ეს არის გასაგებია თუ უკრაინას აუგზავენ ნატოში მონაწილეობის მიღებას, თუ გახსოვთ რუსების ულტიმატუმი, საქართველოსაც ზუსტად ისევე ეხება. შალვა არ არის ამისთვის აუცილებელი რაღაც დიდი ისტორიული წიაღსვლები და დეტალური პოლიტიკური რუკაც არაა საჭირო. გლობუსს შეხედეთ ელემენტარულად, გლობუსს რო შევხედოთ, დავინახოთ რომ კავკასიონის აქეთ მხარეს რუსეთის ინტერესები არის ცალსახა და გასაგებია. ჩვენ უნდა მოახერხოთ ის რომ არც რუსების კალათაში ჩავდოთ კვერცხები და არც არსად. და ამას მე მგონი მოახერხებთ, იმიტომ რომ რუსეთს რა უნდა უნდოდეს საქართველოსგან, საფრთხე არ მოდიოდეს. საქართველოში არ უნდა იყოს რუსეთისთვის მტრული მეტი არაფერი. ხო, მეტი არაფერი. ხო, აქ ბაზა არ უნდა იყოს უცხოური და ასე. ანუ აი მაგალითად ირაკლი წერეთელი იყო მაგის პირველი მებაერა ნატო აქაურობას იყო ეგეთი შესახელები თუ გახსოვთ, ხო? ხო და ეგეთი რამე აღიზიანებს და გეუბნება მე მგონი რომ ამას ჩვენ მივახცევთ. ჯერჯერობით რა რისკები არსებობს? სად შეიძლება ჩვენ პირადად ქართველებს, ეხლა გრენლანდიას რა თქმა უნდა მივტირით, ბუნებრივია, მაგრამ ბაბაშოშოტუ ფეხებსაც ვკიდია რა. ჩვენი კეთო უნდა ჩვენი კეთო ვიტირით. მოდით რა იქით ხედავთ თავიანთი ამბავი. ჩვენი პრობლემა რა? ჩვენ თავარი რისკი აქ ამ ქვეყანაში ახლა აქ რისკი უამრავია, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უამრავი გეოპოლიტიკური ძალწერი, რომელიც საქართველოსია პროექტირებული, ისინი ერთმანეთს აბათილებენ. ჭკვიანური ოპერირების შემთხვევაში ამ ინტერესების დაჯახების მაგივრად ამ ინტერესების შეხვედრის ადგილი იყოს. შევთანხმდეთ აქტორებთან, რომ მოდი რა, აქ იყო შიდობის კუნძული, მოდით და მოსალაპარაკებლად მოდით რა, არც ერთი ქვეყნის, არც ბაზა იქნება, აქ არაფერი
აქ იყო შვეიცარია. ამისთვის უნდა გავიხსენოთ ზუსტად შვეიცარია რა პირობებში და როგორ შეიქმნა შვეიცარიის სახელმწიფო. რატომ არის რომ შვეიცარიაში არის კონფედერაცია ეს და არ არის რესპუბლიკა სამეფო და რატომ არის რომ შვეიცარიაში არის სამი სახელმწიფო ენა გერმანული, ფრანგული და იტალიური. დაახლოებით წინაპირობა აქაც აქვს ამის ჩვენ. კი. აფხაზეთი, ოსეთი და საქართველო. და შვეიცარია შეიქმნა იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე ამ ალპებზე გადასასვლელებთან დაკავშირებით იყო სულ ერთმანეთთან დაპირისპირებები და ომები. შემდგომ ლომბარდიული კაპიტალი გადავიდა შვეიცარიაში, შემდგომ შარლ მორის ტალეირან პერიგორი ასე ვთქვათ მოიწყიდეს და ვერსალის კონგრესზე ტალეირანის ინიციატივა იყო და შემდგომ ამას მოყვა მთელი რიგი პროცესები, რის შემდეგ შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაცია, რომელზეც ითქვა რომ აქ არ ვომობთ, შეთანხმდა შვეიცარიელი ერი როგორც ასეთი მრავალეროვანი არის, ხო როგორც მე ვიცი. კელტების თავმოყრები არიან, არა, ფრანგული შვეიცარიაც არსებობს, გერმანული, იტალიური და ასე. კელტების თავმოყრები არიან, კელტური ტომები ცხოვრობდნენ, გალური ტომები ბოდიში, იმაში თავმოყრები არიან და ორივე მსოფლიო ომი აცილდა ამ ქვეყანას, ორივე მსოფლიო ომმა გვერდი აუარა რა. და არის ახლა საქართველოს პარლამენტში რო იყოს ესეთი კონფედერაცია. საქართველოს კონფედერაცია თავისი შემადგენელი ნიშნებით. კი ბატონო. შეიძლება ეს მოხდეს. შესაძლებელია რა თქმა უნდა თავისი. ჭირდება თანხმობა გლობალური მოთამაშეებისა, პირველ რიგში რუსეთის, თურქეთის, ამისთვის აბა მეტი კიდევ ისი სხვა. არ ამგონია რომ ინგლისი და გერმანია საკრამე როლი კონდეს. რუსეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ირანი და ჩინეთი. და შეიძლება თუ ეს ძირითადი აქტორები შეთანხმდებიან, მაშინ დანარჩენების დაეთანხმებიან. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც ეხლა ხდება ის რომ მაგალითად აერტრაფიკის რუკას რო შეხედო საქართველოს არის მაგისტრალი რა. საქართველოს და ეს კავკასიის ეს ვიწრო კორიდორი არის, სადაც მთელი ევროპასა და აზიას შორის საჰაერო ხიდია პრაქტიკულად რა. ირანის მხარე, თურქეთის მხარე, სირიის მხარე, არაბეთამდე არის ასე ვთქვათ цаრიები. პრობლემა. ხო, პრობლემურია. ეხლა ეს სიმპტომური რამე არის რა, ახლა ეს თავისთავად ახლა ამის ეკონომიკური ეფექტების დათვლას და მაგებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ამბობს იმას, რომ ტვირთებით შეიძლება ასე იყოს. ტვირთებით შეიძლება ასე იყოს და ყველაზე კარგი ვარიანტი ჩვენთვის არის ეს, რომ იყო მშვიდობის კუნძული. კი ბატონო. და ზედმეტად თავი არ გამოიჩინო. რასაც დიდი წარმატებით ახერხებს. ჯერჯერობით კარგად ახერხებს და იმედია კარგად მოახერხებს, მაგრამ თავარი ვაქ არის ხო და საფრთხეაშია რომ აი ეს ოპოზიცია არის საფრთხე? არა. ეს ოპოზიცია საფრთხე ნამდვილად არ არის. მაგრამ საფრთხე არის ეს ოპოზიცია ერთ შემთხვევაში, რომ თუ როგორ არის, იცით, ასანთი თუ თამაშობ ისე ქარიან ამინში საფრთხე არ არის, მაგრამ ვინმე თუ დენთის კასრე შემოიტანა, მე შეიძლება საფრთხე გახდეს რა, შენი ასანთი თამაში. ამდენად მაინც ხო ძალიან ბოდიში და გაფარჩაკებულები არიან. ეს ხო და ეს ამიტომ არ მეთქე რა, საფრთხე ის არის რომ ესენი არჩევნებისთვის საფრთხე არ არიან. არც მე მგონი გადატრიალება გადმოტრიალებისთვის. გადატრიალებისთვის არ არიან საფრთხე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვიღაცამ რაღაცა დაიწყო, ახლა ირანში რაც ხდებოდა, ხო? ირანში დამუშევარი ქონდა. არა, დამუშევარი ქონდა. აქედან რეაქცია დამუშევარიც ქონდა. არა, რანიჭიერი უნდა იყო რომ ყაჯარების დროშა, აღა მაჰმად ხანის დროშა ააფრიალო თბილისში. ყაჯარების დროშა. მართლა. აღა მაჰმად ხანის დროშა. ლომირო არის. ხო. აღა მაჰმად ხანის დროშა რომ ააფრიალო თბილისში, რანიჭიერი უნდა იყო, ხო წარმოგიდგენია? არ შეიძლება ეს ყველა სამეფო დინასტიის დროშა იყო. ხო, ლომირო არის გამოსული. კი. ხო და ეს ფეხლევის შთამომავალი, მოჰამედ რეზა ფეხლევის შთამომავალი, რომელსაც ირანში ვერ იტანენ ირანელები. ვერც ფეხლევის და ვერც მის შვილს. ვერც ფეხლევის და ვერც მის შვილს. და იქ ირანში რეალურად პროტესტი რატომ დაიწყო? რამდენიმე ფენიანი მოვლენა იყო. ეკონომიკური თემა. ის რეალურად თავიდან პროტესტი დაიწყო, სრულიად გასაგები ეკონომიკური თემატიკა იყო. ინფლაცია, გაუფასურება და მაგაზე დაიწყო.
და სხვათა შორის სრულიად სამართლიანად. მაგრამ შემდგომ უკვე აი ამ პროტესტს სასწრაფოდ ამოუდგენ მხარში ეს აგენტურა რა. ტრამპმა როგორ თქვა, წადი შენობები აიღეთო. ეს როგორ შეიძლება? ხალხი დაიხოცა ამის გამო. და მე ამიტომ არის მეთქი საფრთხე რომ ვიღაცამ რო ესეთი პროტესტი თუნდაც სამართლიანი დაიწყოს ესენი ამოუდგებიან გვერდში. თუმცა ერთი რამე არის რომ რაღაც პროტესტის მსვლელობები რომ იყო აქ, როდესაც აი ეს არისო ხარდაჭერილი. დღევანდელი ოპოზიცია როგორც კი გაეკარა იმ წუთში ჩაქრა პროტესტი. ზოგადად არც არის ხარდაჭერილი ეს. არ არის ხალხს ეშინია, ქართული ხალხის უმრავლესობას არ უნდა ომი, ეშინია, არეულობის ეშინია, ინსტინქტის დონეზე ეშინია და არ არის გამოცდილება, არის ეროვნული გამოცდილება არსებობს. უღმესი მადლობა ჩემო ნოდარ კაბანაძე. მადლობა თქვენ. გაცემის სტუმარი ზაზა შათრიშვილი მოვა სულ მცირე ხნის შემდეგ ჩვენთან. და ზაზაც მოვიდა. ზაზა აღარ იწერება დიდი წიგნები, ლიტერატურა აღარ არის. დეკადანსია მსოფლიოში, თორემ გრენლანდიის ამბავი იქნებოდა როგორი утоპიის. უკვე არის აღწერილი იმაში, ცისფერმთებში. აგდებ, თელ გრენლანდიას აგდებ. ეხლა რაც ხდება, ეს არის როგორი გენიალური ნაწარმოები გამოვიდოდა, არა, ამ ფილმი. ყველაფერი დაიწერა და გადაიღო. არ მოიგინე რა ხდება. აი მოდი, აი როგორც ხელოვნების ნიმუშში ისე შევხედოთ. არის რაღაცა დიდი ქვეყანა, რომელიც რაღაც პატარა ქვეყანას ეუბნება, რომ ჩემი ხარო. მე მაგალითად მაგ შეგრძნება რომ ეს ყველაფერი უკვე წაკითხული მაგ და ნანახი მაგ. ხო მე სხვა. აი მაგალითად ავიღოთ ისეთი ფილოსოფოსი და პოლიტიკური ფილოსოფოსი როგორც იყო ჟან ბოდრიარი, ხო? როცა ის ლაპარაკობდა სიმულაკრებზე. მე 90-იან წლებში წავიკითხე პირველად. და მე მეგონა რომ ეს გადაჭარბებაა. ბოდრიარი გარდაიცვალა 2007 წელს. და აი ეხლა მე მგონია რომ ეს რაც ეხლა ხდება აბსოლუტურად შეესაბამება ბოდრიარის დრო. თითქოს აი როგორ არის ის რა წინსწრებით წერდა თითქოს. როგორც ყველა გენიოსი. ხო. და აი ეხლა მოვიდა დრო, როდესაც აი უბრალოდ აი ეს ყველაფერი ნანახი მაქვს, წაკითხული მაქვს, რა თქმა უნდა ძალიან გავს ასევე მატრიცას ეს ყველაფერი, ხო? ფილმ მატრიცას. აი, როცა მატრიცაში ასევე შენ არ დაგავიწყდეს, იქ ერთი ძალიან სერიოზული მომენტი აქვს. რაღაც მომენტში ნეოსთან რო შედიან და წიგნს იღებს და ის წიგნი არის წიგნში უდევს და წიგნი არის სიმულაკრი. რა წიგნი არ გაინტერესებს? ბოდრიარის სიმულაციები და სიმულაკრი. აი, ძალიან ვაჩოსკები ჭვია. ძალიან მაგრად არის. სხვა შორის მატრიცა იქით იყოს და ტრამპის ფიგურაც აი სულ სხვა კუთხით დავინახეთ. იმიტომ რომ როცა ადამიანს ეკითხები რომ რა არის შენი წითელი ხაზი, რა გზუდავს. ეს არის ჩემში საკუთარი მორალი. ანუ კატეგორიული იმპერატორი. ტრამპი აკრათ კანტიანელია. არც ერთ იმპერატორს არ უთქვამს, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ჩემი მორალი და რა თქმა უნდა გონიურული საჭიროება. გონიურული საჭიროება არ უთქვამს, ეს არის ჩემი მორალი და მართლაც რომ ვერ გააკეთეს ღვთისმადლი, ვერ გააკეთეს ყია. შენ ახლა არ დაგავიწყდეს რომ ციკლს რო გადაურჩა, მაშინ რაღაცა ჩასახა. მესიანური მომენტი დაიწყო და ძალიან რთულია რომ არ დაგეწყოს, როდესაც ეს ყია გაგივლის აი ყურს გაგიფხაჭ. ნამდვილად. რა შეეხება ახლა რა ჩვენ თქვი რა ზღუდავდათ წინათ, ხო? თავის თავს ხო აღიქონს რაღაცნაირად როგორც მეფეს და იმპერატორს. ეს ხო თქვა რომ მეფე იმების მეფე ვარო. ტარიფების მეფე ვარო. ეგ ნელ-ნელა ეპარება. ნუ ტარიფები და მე წავა. არა, რა თქვა იცი, იმენი კაი რაღაცა გავაკეთეო რომ კეჭი როგორ არ უნდა ვიყარო. ეს რა მეორე მხრივ მოდი ესე ვთქვა. ვენესუელაში რაც მოხდა კი დაუშვათ არის როგორც იტყვიან ბესპრეცედენტი, მაგრამ მეორე მხრივ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩაფიქრებული იყო ომი. რატო? მე ესე მგონია. რატო არ გამოვიდა? ტრამპის მიერ. კი არ იყო ჩაფიქრებული. აბა? საზოგადოდ იყო ჩაფიქრებული. ხო. მოდი deep state-ის მიერ. კი ბატონო. მაგრამ გამოდის რომ ამან აიცილა ეს ომი და პრაქტიკულად არც დაძაბულობა სხვანაირად განმოხდა. ირანთანაც ხო ყველა ელოდებოდა რომ არაფერი არ მოხდა. გარდა იმისა რომ
არ ვიცი ჯერ რა მოხდება. ხო, მაგრამ აი ეს დააბომბვა 24-ს. არა. ეხლა ძალიან ბევრი ხმა გამოდის, ხო? ერთი მხრივ რომ საუდის არაბეთის ებრაელებას თხოვეს კაცო. საუდის არაბეთის პრინცი ელაპარაკა ტრამპს. მეორე რომ იყო საუბარი რომ ნამდვილად იყო ვიცით ნათანიაჰუმ დაურეკა პუტინს. და უთხრა რომ მე არ ვაპირებო არაფერს. შინაარსი არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით ეგრე უთხრა რომ მე არაფერს შუაში არ ავარ. დაახლოებით რაც, მაგრამ თვითონ ის რომ დაურეკა ეს ვიცით. აქედან გამომდინარე რომ ორომს გადავრჩით უკვე ჯერ. კი. და ტრამპმა გააჩერა რამდენი ომი მედალი რომ აი გამოართვა იმ გასიანის ომი გააჩერა დიდი სამომავლო. რატომ და ტრამპს ნობელის პრემია რაში ჭირდება? ნობელის პრემიის მშვიდობის პრემია არის თავიდან ბოლომდე ლიბერალური deep state-ის მაიმუნების მოფიქრებული. რაში ჭირდება? რა თუნდაც ეს ჯინჯილა? ჩვენ ერთმა საერთო მეგობარმა იხუმრა, როდესაც მაჩადო დააჯილდოვეს რომელიც საკუთარ ქვეყნის დაბომბვას მოითხოვდა დააჯილდოვეს ნობელის პრემიით და ჩვენმა ერთმა მეგობარმა ხო არა პოლიტიკურად არაკორექტულია არ კიდე არ თქვა მაგრამ რა თუნდა რა ტრამპს ნუ მოდი ესე ვთქვათ რა რაში ჭირდება ისაც მაგარია მე მგონია ნებისმიერ ნობელის პრემიაზე მაგარი კაცია მე მგონია რომ ეს არის აი ამ მისი კომიკური იმიჯის უნდა განვსხვავოთ ერთმანეთისგან სამი ტრამპი. ხო. ერთი ტრამპი რომელიც არის სიმპტომი ლიბერალური პარადიგმის დასასრულის, მოდი ესე ვთქვათ, მეორე ტრამპი რომელიც ებზვის deep states, ვთქვათ ასე, და მესამე ტრამპი როგორც გრენლანდიის მეფე. ხო, და არა მარტო. მაგრამ გრენლანდია წარმოადგენს კანადა და ხო ეპშტეინის კუნძული. ჩავანაცვლოთ ეპშტეინის კუნძული გრენლანდიის კუნძულით. ანუ საზოგადოებრივ ეს კუნძულის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მეტაფიზიკური სხვა ხო, ნებისმიერი უტოპია კუნძულებიდან იწყება. მეორე მოდი არ დაგვაგვიძეს რომ ამერიკას და ინგლისის ფართო გაგებით კუნძულია. ნუ ინგლისი პირდაპირ კონტინენტია. აქედან გამომდინარე კუნძულის მეტაფორა სწორედ დაიბადა ინგლისში. პირველი ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ თომას მორი უტოპია, რომელიც კუნძულია, მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სვიფტი. სვიფტამდე შექსპირის ერთ-ერთი ბოლო პიესა, რომელსაც ქვია ქარიშხალი. ხო? სადაც პროსპერო არის კუნძულის მეფე და თავის აი მტრებს და ყველას აი კუნძულზე და ჯადოქარია, ხო? კვერთხია ჯადოქრის და ყველა შეკრებს და ნუ ბოლოს ოღონდ აპატიებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ძალიან აი ჩანს შექსპირის ჭეშმარიტი კონფესია სინამდვილეში ვინ იყო შექსპირი კონფესიური კათოლიკე იყო რა თქმა უნდა რადგან ინგლისში იყო კანონგარეშე ნუ მამამისის სახლში ხო ესე არ გამომივიდეს მამამისის ჯონ შექსპირის სახლში მე-18 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს დამალული კიბის ქვეშ ეგნატე ლოიოლას სულიერის ავარჯიშოები ხო იეზუიტი იყო რაც პირდაპირ გვეუბნება იმაზე რომ იმის შესახებ რომ იყო ასე ვთქვათ საერო იეზუიტი ანუ იეზუიტების და შექსპირის ასევე იყო კრიპტოკათოლიკე და სწორედ მთელი პრობლემები სწორედ ამაშია ძალიან ბევრი რამ სწორედ ამიტომ არ ვიცით მის შესახებ მაგრამ ასე თუ ისე მეორე კუნძული უკვე არის შექსპირის ხო აი ქარიშხალი მერე სვიფტის ფრენსის ბეკონი არ უნდა დაგვაუძინოს ახალი ატლანტისი სადაც ის ახალი მეცნიერების და ფილოსოფიის პარადიგმას წარმოგვიდგენს როგორც ახალ ატლანტის, რომელიც ძალიან წააგავს აი პროტომასონურ, ჯერ მასონობა არ არის ჩამოყალიბებული 1712 წელს გაჩნდება პირველი ერთიანი ეგრეთებული სპეკულაციური მასონობის პირველი ლოჟა 1712 წელს და ეს მანამდე არის დაწერილი. ხო, ნუ ბევრი მიიჩნევს რომ საერთოდ ფრენსის ბეკონი არის შექსპირი, რაც აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ შექსპირის იდეოლოგია აბსოლუტურად განსხვავდება. ხო და მაგას რომ თავი დავანებოთ და ისე ასევე არ დაგვაუშვეს რომ ამერიკაც არის კუნძული. კი, ხო? ძალიან ხშირად ამბობს ტრამპი რომ ჩვენ შორის არის დიდი მშვენიერი ოკეანე და არ დაგვაუშვეს ესეთი რაღაცა, რომ საზოგადოებრივ მილიონერი, ექსცენტრული მილიონერი არის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი არქეტიპი, დიდი გეტსბი, რომელსაც კლავენ თავის კუნძულზე თუ გახსოვს, რა? და იქ ბოლო აბზაცი ზუსტად რა ხდება? აი ფიჯერალდის გენიალური აი ეს არის რა ქვია სცენა. მიგნება მე ესე ვიტყოდი ხო ზუსტად და ის წარმოიდგენს აი პირველები ვინც მოვიდნენ ნიუ-ფაუნდლენდზე და ნიუ-იორკი როგორც კუნძული.
არჩეულებრივი პასაჟი არის. და ნუ მე არ უნდა დაგვაგვიზეს არც ექსცენტრული მილიარდერი, რომელიც არის რა ქვია მოქალაქე კეინი. ასე რომ ჩვენ ამაზე გვილაპარაკეთ ტრამპის ზის აი ამ არქეტიპში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დიდ როლში თუ შევხედავთ, ახლა გრენლანდიას რატო გადაიყიდავთ თქვა და ასე ან კანადას. ჯერ მოდი ვთქვათ, რომ ამერიკული შტატების უდიდესი ნაწილი არის ნაყიდი. კი. არა ძალიან დიდი. აი ზოგი საფრანგეთიდან ლუიზიანა იყიდეს ფრანგებისგან. იმისგან, ესპანელებისგან. ჩვენ რატო ფუკუიამამ და გიანოდიამ შეგვზღუდეს მცირე დროით. ну აი უნდა იაზრონ 10 წლის ფარგლებში. ხო, ისტორიას არ უნდა შეხედო. მაგრამ თუ შეხედავ ამ 304, მაშინ დაინახავ რომ ეს ციკლურად მეორდება ამერიკის ისტორიის ძირითადი არქეტიპები და ისტორია ხო არავინ არ იცის. არა მარტო ჯენზი, მაგრამ ჩვენი ნოდია მიცის. ხო, ნოდია მიცის, იმიტომ რომ ფილოსოფიის ინსტიტუტის პარტკომი იყო და შეუძლებელია რომ არ იცოდეს. და ეხლა თან დისტანცირებას აკეთებს მის ბოლო პოსტში. ხათა შორის კი. ფრთხილად მაიმუნობს რა. შევით ვატყვე არ ეწყინა, როგორც იყო და რუსთაველი. მოკლედ ეს დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამ თემას, ანუ გრენლანდია და მეორე მომენტი მე ესე იგი რომ ამერიკა რო აღმოაჩინეს ერიკ რაუდმა პირველი გრენლანდია აღმოაჩინა სკანდინავია ერიკ რეჟიმი ერიკ რაუდი ერიკ ციტური ხო ერიკ რაუდი ხო და აქედან გამომდინარე ესე იგი მე ესე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა ტრამპი იყიდის ფართო გაგებით იყიდის ამ გრენლანდიას და დანარჩენებსაც იყიდის ეს ხო იქნება კრახი თვანათელი ეს არის რა თქმა უნდა ეს არის ნატოს დასასრული გინდა იბრძოლე ყველაზე ძალიან მომეწონა იარაღი თუ ფული ინგლისიდან ერთი კაცი წავიდა ჯარისკაცი ინგლისელები მაიმუნები ნორვეგიიდან ორი წავიდა ყველაზე მეტი გერმანიიდან და მე მაგ ვიკითხე რომ სად წავიდნენ იქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ აქვს ბაზა არის ამერიკელებს იქ ხوار შესახდებოდნენ და ალბათ ყაბებში დაждდებიან ამერიკის ბაზა იქ არის 70-იანი წლებიდან ხო და საკმაოდ დიდი ბაზა არა მეორე მსოფლიო ომის დროსაც იყო ხო მაგრამ აი ეს ბაზა რომელიც არის 70-იან წლებში არის აი ეხლა კი ძალიან სჭირდება სტრატეგიული თვალსაზრისით მართლა იმიტომ რომ მთელი ეს და მეორე მომენტი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა არის რომ გრენლანდიას ნიადაგი ყინულოვანი ნიადაგი შეიცავს უამრავ წიაღისეულს შეიცავს ძალიან ბევრ სუბუქ მეტალებს აი მინერალებით რო არის დაინტერესებული სუბუქ მეტალებს ეს ერთი და თან ოქროც არის ოქროც ეხლა ტრამპმა სხვა შორის განახორციელა კალიუმის საბადოს ექსპროპრიაცია უკრაინიდან გახსოვს ხელი რომ მოაწერეს სხვა შორის და გამოაქვს უკვე კალიუმი გაგეცინება და ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი უკრაინელებმა ერთი ინგლისთან და ზუსტად იგივე ხელშეკრულება ისეთივე ტიპის ამერიკასთან ანუ ორჯერ არის გაყიდული უკრაინის მიწა მაგრამ ამერიკა ყოველთვის დაასწრებს ხო შეს უკრაინაში ძალიან სერიოზული ამბები ხდება ტიმოშენკოს გულისხმობ რომ ირღვევა მთელი აი ჩამპალი შიგთავსი უკვე ბოლომდელპება რა ტიმოშენკოს დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ერთი მხრივ ტიმოშენკო კი საქმეზე არის დაჭერილი თქვა და ასე მაგრამ ტიმოშენკო საქმეზე ვიღაცა იპარავს და ტიმოშენკოს იჭერენ ხო რა შუაშია როგორც ცნობილი ჩვენ პერიოდის ანეკდოტი მუმუ ტურგენევმა დაწერავდა ძექსო პუშკინს უდგამენო ხო დაახლოებით იგივე გამოდის ხო მოდი ესე ვთქვათ რომ ყველაფერი მიდის ფინალისკენ და ჩვენ სურვილს რომ იყოს ნეიტრალური და საქართველოს არ იყოს დაპირისპირების საგანი 7 მილიონი ნაბიჯებით მივდივართ წინ, ოღონდ ჩვენ კი არ მივდივართ, მთელი სამყარო იცვლება. აი მაგალითად, ეხლა ვლაპარაკობდით წინა ორსტუმართან, თითქოს და დაგვანებეს თავი. აღარ გვიტევენ. არც რეზოლუციას იღებენ, არც ძალიან ეთყობა ტრამპის ამ ინვაზიამ, ჯერ იმაში. ძალიან დიდი გავლენა. მე ეხლა გრენლანდიას რო ასეთი ნაპორით უტევს, საბოლოოდ ჩამოშალა არიციან აქ. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტულად რომელი ელჩი. მაგრამ ორიოდე დღის წინ მან პირად საუბარში განაცხადა რომ ისინი არიან მოწოდებული იმისათვის რომ აქ ყველანაირი და არიან სიტუაცია და შეცვალონ რეჟიმი. საქართველოში. ნუ ეს ელჩი ევროპელი. ახლა არ ვიტყვი რომელი ელჩი. მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის რომ ეგ თქვა? კი ერთ პირად საუბარში თქვა ერთ ეხლა ხას თქვა? აი 2-3 დღის წინ. ხო მაგრამ ერთ შემახლობელთან. ხო. როგორ უნდა ჩვეულებრივ ადამიანთან.
ხო, მაგრამ იქ პრობლემა არის, იცი რა, აი ზუსტად ჩემ ახლობელსაც ხონდა ეს განცდა, რომ ეს იგი როგორი არაადეკვატური სიტუაცია, როგორ ვერ ხედავენ რეალობას, მაგრამ ბურბონების არ იყოს, ვერც ვერაფერი ისწავლეს, იმიტომ რომ რაც არის ამ გაიდლაინში სხვა ვერ წარმოუდგენიათ, ის რომ საქართველოში ეს უკვე შეუძლებელია, უკვე გვიანია. აი მერცის მოძრაობები რომ რუსეთი ევროპა სხვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია მე ვიტყოდი რომ მერც აღმოაჩნდა საკმარისი კოლხური პლასტიურობა თუმცა ინგლისი დედას უტირებს ამ პლასტიურობას ხო არა ნუ ჯერჯერობით ინგლისი ჯავნის ინგლისი ამ სერიოზულ ქვეყნებს გერმანია ნუ არასერიოზული ქვეყანაა იმასთან შედარებით რაც იყო მოდი ესე ვთქვათ რომ ადენაუერი გერმანელი არის ხო კი ბატონო ანუ შეუძლიათ შეეძლოთ კოლი ხო გერმანელი იყო ადენაუერის ფიგურა მაინც ძალიან სხვა ტიპის ფიგურაა ეს არის კონრად ადენაუერი ისევ როგორც რობერტ შუმანი და ალჩიდე დე გასპერი არიან აი უშუალოდ როდესაც ქვეყანა ევროპა დაინგრა ის ევროპული იდეა მათ შეინახეს და მათ ეს ევროკავშირი რეალურად არის მათი შვილი. ხო, კოლიც მაგარი კაცი იყო, ეხლა რა დაემართა. არ დაგავიწყდეს რომ სამივე მათგანი იყო ღრმად რელიგიური. კი. რობერტ შუმანს რაც შეეხება ის საერთოდ იყო ეგრეთ წოდებული აი ბერული ცხოვრებით ხო და მაგას ვილი ბრანტიც ყავდათ მაგათ. ვიღაცები ყავდათ და რატო ძალიან დაბალი დონეა რაც ხდება ეს მოდი ახლა ესე ვთქვათ რომ ეს მარტო გერმანიაში ხوار ხდება საზოგადოებრივ მოხდა დასავლური ინტელექტუალური პოლიტიკური ელიტის დეინტელექტუალიზაცია საოცარი ყველგან ანუ შენ თუ გადავლებ თვალს დაუშვათ არა ევროპას ამერიკას კანადას ხო აი კანადას საშინელი მე ესე ვიტყოდი რომ პოლიტიკური კლასი არის საშინლად ხო მაგრამ კანადა ეხლა ჩინეთს ჩაეხუტა არ ვიცი როგორ ჩაეხუტება ბოლომდე მაგრამ ყველა ხვდება რომ ესე არ გამოვა ამერიკელებთან საპირწონე ჭირდება ეგრე რა შვება ეს ტრამპი რა ქნა როგორ შეცვალა სოფლიო იცი რა არის როგორც ვოლტერი იყო და ტრამპი რო არ ყოფილიყო უნდა გამოგვეგონებინა ტრამპმა მართლაც გარკვეული აზრით დაასრულა ის რასაც ქვია საერთაშორისო სამართალი რაც მან გააკეთა ვენესუელაში მადუროს გატაცება ფარის მოტაცება და მადუროს გატაცება ხო რას გეუბნებ რომ პრაქტიკულად თან ახლა ნახე როგორი რაღაცა ну კი მსხვერპლი იყო მაგრამ ну მინიმალური ხო წარმოვიდგინე ნორიეგას ამდენ დაჭირდა ბევრს ახსენდება ნორიეგა 1999 წელი პანამაში როდესაც მაგრამ პანამაში იყო ბევრად მეტი მსხვერპლი და იყო ბევრად უფრო დრამატული მომენტი, იმიტომ რომ ნორიეგამ მოახერხა და ვატიკანის საელჩოში შეასრულა და იქ იყო მთელი მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, ხო? მადუროს შემთხვევაში ყველაფერი იმდენად ელუსებურად მოხდა და იმდენად არავინ არაფერი არ იცის რა მოხდა სინამდვილეში, ხო? და ქვეყანაში პრაქტიკულად მდგომარეობა იგივეა, ვერ იტყვი რომ რამე შეიცვალა, ხო? მაგრამ გინდა არ გინდა ეხლა აი რო უყურებ ამას არა სამართლებრივი პოზიციიდან სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი მოიტაცეს უნდა ის გამოიტაცეს არა იმის გამო რასაც ჩვენი ჯენზი და არა ნავთობის გამო კაც არ ტრამპი პირდაპირ ამბობს ნავთობი ჩემია ჩვენი ჯენზი ამბობს რომ აი დიქტატ არა უკაც ნავთობი ის ჩემი ნავთობი არისო და არ ვიცი ჩემია რამდენიმე დღის წინ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავით ჩვენს გადაცემაში ეფშტეინის კონსული და იქ გავიხსენეთ გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური რომანი პატრიარქის შემოდგომა სადაც არის ესეთი მომენტი თუ გახსოვს პატრიარქი დადებს ხელშეკრულებას ამერიკელებთან ზღვას გადასცემს და ბოლოს როგორ მთავრდება იცი ზღვა მიაქვთ მთლიანად ხო არა ზღვა მიაქვთ ეს ნუ სრულიად გენიალური მომენტია და ამერიკის ყურე რო არის, კარიბის ყურე რო აღარ არსებობს. მესამე კურსზე ვიყავი რომ ამას ვკითხულობდი 1986 წელი ვარ 20 წლის. და თან ახლა ხო წარმოვიდგენია მაშინ ეს ჩვენ როგორი ცნობიერება გვაქვს. რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, საბჭოთა კავშირი არის ბოროტება, დასავლეთი არის სიკეთე და აი ამას რო ვკითხულობდი, ნუ ხო ვიცი რომ მარკეს კომუნისტია, მაგრამ კომუნისტებმა დიდი მწერალია, ხო? ეს ცნობიერება მქონდა მაშინ რომ მიუხედავად იმისა რომ კომუნისტია ძალიან დიდი მწერალია მაგრამ აი მას რო ვკითხულობდი რა შეიძლება მომქონდა იცი ვაიმე ვაი თუ მართალია
ხო და აღმოჩნდა. ის მომიდა ისე კი არ არის მანიქეურად რომ ერთი ბოროტება და მეორე სიკეთე რომ ორივე ბოროტება. არა, ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლური მომენტი მისი ნიშანსვეტი მისი ფილოსოფიისა, სახელმწიფოს მართვის ფილოსოფიისა, ბევრმა არ მიაქცია ამის კურსზე, თავდაცვის სამინისტროს რომ გადაარქვა ომის სამინისტრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თითქოს ორუელი შემოატრიალა. ომის სამინისტრო. იქ თუ ომის სამინისტრო თავდაცვა ჩვენ არ გვჭირდება. ხო, აქ პირდაპირ, ხო, ნუ იცი რა არის კიდევ ერთი მომენტი რა გარკვეული აზრით როცა შეგვიძლია ვთქვათ რომ deep state როგორც გარკვეული მოვლენა ნარატივის და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით დამთავრდა. რატომ? იმიტომ რომ deep state რატო იყო საჭირო? არის რაღაცა შიდა ინტენცია, მაგრამ გარეგნულად ჩვენ ლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ჰუმანიზმზე, დრასტის გავრცელებაზე. და როდესაც ჩვენ პირდაპირ ამბობ, რომ არავით არის ჰუმანიზმი და ადამიანის მე მჭირდება ჩემი ნავთობი. აი ფაქტიურად აი სიტყვასა და საქმეს შორის აღარ არსებობს განსხვავება. დიდი მადლობა Deep State-დან გნოლი აფრინდა. აბარდოზე. გადაიღე. უგმეს მადლობა. ესეთი იყო ჩვენი 26 წლის პირველი დიდი გადაცემა. ბევრი გადაცემა გვექნება. ძალიან საინტერესო, ვითარებას ალბათ საინტერესო არ მოვიწევ 26 წელს მეგობრებო. კარგად გზადდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე. კარგად გზადდებოდეთ.